ჩვენ ღმერთმა დააglოცოთ მას ყველა ადამიანი უყვარდა, ყველა, მაგრამ განსაკუთრებულად ის ადამიანი, ვინც სხვადასხვა პრობლემით იტანჯებოდნენ. ჯერ კიდევ როცა სემინარის სტუდენტი ვიყავი, დავინტერესდი თუ რა მიმართულებით მიმდინარეობდა მუშაობა ყრუებთან და სვენადაქვეითებულ ადამიანებთან. რა თქმა უნდა, აქაც იყო ადამიანი, რომელიც მათთან მიდიოდა სულიერ საზრდოს იღებდნენ ისინი, აღსარებასაც აბარებდნენ, უბრალოდ ერთი პრობლემა ის იყო, რომ აღსარებაში მესამე პირი იყო ჩართული, რადგან არ იცოდა ჟესტური ენა. როცა მივედით მის უწმინდესობასთან და ლოცვა-კურთხევის სასაღებად, დაინტერესდა თუ რატო გამიშდა ეს სურვილი, მყავდა თუ არა ვინმე ოჯახში ან სარათისაოში, საიდანაც წამოვიდა ეს აზრი. თუმცა ესეთი ჩემ გარშემო არავინ არ იყო და მაშინ უთხარი მის უწმინდესობას, რომ ეს იყო მის მიმართ მაგდერების გრძნობით აკარნახევი, რომ რაღაცა მინდოდა ამ ძვირფასი ადამიანის ეპოქაში, რაც მას ესეთი დიდი სიყვარული და ზრუნვა ჰქონდა ყველას მიმართ, მეც რაღაცა პატარავად მომწვენი შემეტანა. ისმა უწმინდესობამ ადამიანებს გაუჩინა ძალიან დიდი სიხაული იმ თვალსაჩინო, რომ მათ მიეცათ ტაძარი, სადაც ისინი გრძნობდნენ თავს შინაურ გარემოში. შევხვდით მის უწმინდესობას და იქ იყო ისეთი შესაძლებლობა, რომ თვითონ ჟესტურ ენაზე იმღერეს კიდევაც ბავშვებმა, ასევე ქართული ხალხური ცეკვით წარდგნენ და მისი უწმინდესობა ამას ძალიან განიცდიდა და ტიროდა პატრიარქი, მაგრამ ამავდროულად ესე იგი ის სიყვარული, მამობრივი სიყვარული აი საოცარი ჟესტით გამოხატა, როცა მას თავისი პანაღია, რომელიც ეკეთა დედაღვთისმშობლის ხატი მოიხსნა და თქვა, რომ აი ეს სამახსოვროდ გქონდეთ თქვენს მრევლს, სამრევლოს და ერთმანეთს გადაეცით, რიგრიგობით ატარეთ აი ეს პანაღია და ეს მადლობა ვუხდით, რომ ჩვენთან როგორც სიწმინდე არის და ამ სიწმინდეს ძალიან დიდ პატივს სცემენ ჩვენი მრევლი.